ჟურნალისტებმა პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკული ტრენინგი გაიარეს. აღნიშნული ტრენინგის ორგანიზატორები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმების კოლეჯი არის. ჟურნალისტების გარდა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის გავლის სურვილი სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. შესაბამისად, საპატრიარქოს კლინიკა მსგავს პრაქტიკულ სამედიცინო მეცადინეობებს სამომავლოდაც ჩაატარებს. ტრენინგის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმების კოლეჯის სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს მსოფლიოს კლინიკაში ხდება ეს და მოყავთ პაციენტი, ძროზე რო აღმოეჩინათ სწორი სამედიცინო დახმარება, ის პაციენტი გადარჩება და ამ პროცესში გაშუქებაში ინვალიდიზაციას გადაუჭერა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პირველი ესეთი სწავლება სემინარი ჩაგვეტარებია ჟურნალისტებთან, მაგრამ ამით არ შემოგვეპარებოდა. ეს ცოდნა, რომელსაც დღეს ჩვენ ამ ქართულ კოლეჯთან ერთად გადავცემთ მსმენელებს, უნდა კონდეს ყველას. ეს იქნება ტაქსის მძღოლი, ეს იქნება დიასახლისი, თუ იქნება მაღაზიის მენეჯერი. ყველა უნდა ფლობდეს მთელ საქართველოს ფედერაციაზე ამ წოდებას. საქართველოს კი არა, სოფლიოში უნდა ფლობდეს ამ წოდებას. დახმარება. ის რო არ სუნთქავს და მომძიარ არის საკმარისია, რომ სასწრაფო გამოვიძახო.